საქართველოს თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ჩატარებული ოპერაცია და ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 34 ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში ედებათ ბრალი. ბრალდებულებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. საგამოძიებო მასალებში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად საკონტროლო შესყიდვის ამსახველი აუდიო და ვიდეო კადრები სახელდება. გამოძიების ვერსიით ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების მეთოდი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო, ბრალდებულები ხელიდან ხელში მიწოდების და ეგრეთ წოდებულ დადების მეთოდს მიმართავდნენ. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში საერთო ჯამში 34 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დაკავებულს ნარკოდანაშაულს ედავება. მათ ნაწილს ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვა, ხოლო ნაწილს რეალიზაცია ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის ფენტანილი, ჰეროინი, მეტადონი, სუბოქსინი, მარიხუანა და სხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები. გამოძიებით გინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში და დადების მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციებს წინ უძღოდა თვალთვალი და ფარული ვიდეო-აუდიო მიყურადება. ამასთან სასამართლოს განჩინებით სამართალდამცველებმა მათგან რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული ნივთიერებები და ეს ვიდეო-აუდიო ფორმატითაც ჩაიწერეს. შესაბამისად, საქმეში ბრალდების მხარისთვის ეს ჩანაწერები მთავარი მტკიცებულებები იქნება. სპეცოპერაციის შედეგად დაკავების შემდეგ მათი პირადი და საცხოვრებელი სახლებიც გაიჩხრიგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამ პროცესში სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს. ნარკოტიკების საქმეზე დღეს დაკავებულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ერთ-ერთი იორდანიის მოქალაქეა. ადვოკატებს ამ ეტაპისთვის არ ქონიათ შესაძლებლობა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვედროდნენ, რადგან დაკავებულებს უახლოეს პერიოდში უნდა წარიდგინოთ ბრალი და სწორედ ამის მერე მიეცემათ ადვოკატებს საშუალება საქმეში არსებულ მასალებს გაეცნონ. ეხლა გამოძიებულ განცდას უნდა შევიდე მოძრაობით მოთავსების იზოლატორში, რომ ბრალი წაუყენო. ვიცით, რომ რაც ისედაც ცნობილია ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით წაუყენებენ სავარაუდოდ ბრალს. 260 მოხლია მე როგორც ვიცი, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციას ამ ბრალს არ წაუყენებენ ვერ მოგაწვეთ, თუმცა დიდი ალბათობით 250 მოხლია. ჯერ არ მომინახულებია, არ ვიცნობ საქმის მასშტაბებს, როგორც გითხარით. არ გადმოვცემია ფიზიკურად დეტალებში ვერ შევარ და როგორ ავითარებაში დაკავეთ ერთი რაც ცნობილი რომ ბრალდების მხარეს დავარაუდოთ ედავება მარიხუანის შეძენა შენახვა დასწავლეთ. ოფიციალური ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა მხოლოდ ივნისი-ივლისის თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და უცხო ქვეყნის 200-მდე მოქალაქეა დაკავებული. ამ სპეცოპერაციების შედეგად კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი და 7 ლიტრი თხევადი კოკაინი, რომელიც სახლში გაკეთებულ კუსტარულ ლაბორატორიაში მზადდებოდა. ასევე 3 კილოგრამამდე კოკაინი და 13,000 აბი ექსტაზი. ამასთან ერთი კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 450 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად იყო ამოღებული და მათი საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 7 მილიონ ლარზე მეტ შეადგენდა. რაც შეეხება დღეს დაკავებულ 34 პირს, მათ ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს და ხვალ წარუდგენენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.